მდუმარე ფრონტი, ასე ქვია ახალგაზრდა ქართველი მწერლის ელენე გუჯეჯიანის ნარკვევების კრებულს, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა. წიგნი მოგვითხრობს რეალურ ფაქტებზე 13 ქალის ტრაგიკულ ისტორიაზე, რომლის თითოეული გმირი განსაკუთრებულ ტკივილს ატარებს, ომის, დანაკარგის, იძულებით გადაადგილების. ორენოვანი კრებულის გამოცემის იდეის ავტორი საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია გულანის პრეზიდენტი ნაირა მარშანიაა. ღონისძიება გულანსა და ორგანიზაცია თანამედროვე ქალი გაძლიერებისთვის კოლაბორაციით გაიმართა. საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძალიან მადლიერი ვარ, რომ როგორც ქალბატონმა მაკამ, ისე 13-ვე ქალბატონმა მანდო მეს ისტორია. ეს იყო ნამდვილად უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის, ვთვლი რომ ღირსეულად შევძელით მთელმა გუნდმა ამ ისტორიების გადმოცემა და იმედი მაქვს, რომ ფართო საზოგადოებაც გაიცნობს ამ ქალებს, რადგან ნამდვილად ღირს მათი ისტორიების მოსმენა. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი წიგნის პრეზენტაცია, სადაც ასახულია 13 გმირი ქალბატონის ისტორია. რეალურად მათ იპოვეს ძალა, ნულიდან დაიწყოთ თავიანთი ცხოვრება. და იმ ურთულეს პირობებში მათ დაამტკიცეს, რომ შესწევთ უნარი, რომ იყვნენ წარმატებულები და კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ქალბატონების ძალა არის უსაზღვრო. თითოეული ქალის ისტორიას მოვეკიდეთ სიფრთხილით. მათი ისტორიები ჩვენ ვაქციეთ ქალის სიძლიერეთ და მივეცით ახალგაზრდებს და მომავალ თაობას ინსპირაცია. და აი სწორედ ეს გვინდოდა ჩვენ, რომ ძლიერი ქალის სახე დაენახა ჩვენს მკითხველს. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო იმ დღეების გახსენება, როდესაც ჩვენ ამ წიგნზე მუშაობდით და ძალიან ბევრი ცრემლიც დავღვარეთ, ძალიან შეიძლება ესე ვთქვათ თან ვიღიმოდით, მაგრამ ძალიან რთულია ამ ყველაფრის გახსენება და მე მადლიერება მინდა გამოვხატო და ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ მეც მეერგო წილად ამ წიგნში ერთ-ერთი რაღაც ფურცელზე რომ გავაცოცხლო ჩემი აფხაზეთის ისტორია.